პოლიცია იმ ადგილებზე გადაადგილებას აკრძალავს, სადაც ყვითელი გამოფრთხილებელი ლენტი არ აქვს გამოყენებული. Potešī pidavieties, šor, matoba tidi, kacrāt. ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მოქმედებებით ამ წერტილიდან არა მხოლოდ ოპერაცია, სამაშველო ოპერაცია. სავარაუდოდ სწორედ აი ამ კონკრეტულ ადგილას ამოიყვანებთ კვარში ჩავარდნილ ავტომობილს. გადაკეტილ ადგილზე გადაადგილების უფლება აქვს მხოლოდ პოლიციას და მაშველებს, მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მივიდნენ იმ ტერიტორიაზე და აიხედავთ, რომ მათ ნაწილს ახლა ატოვებინებენ კიდეც. ყვითელი ლენტი არის გაბმული უსაფრთხოების მიზნით. როგორც თავად მეტეხის ხიდზე, ასევე ქვევით სანაპიროზე. მირიან უცნობია რამდენი ადამიანი იჯდა ავტომობილში. თუმცა მძღოლი ყველა შემთხვევაში იმყოფებოდა ავტომობილში, რადგან ერთი ვერსია შეიძლება ყოფილიყო ხომ არ გადმოხტან, მოასწრო პრობლემის შექმნის დროს, მაგრამ არა აქ არ გვინახავს არავინ, ყველა მთელი ტერიტორია მოვიარე, პოლიციასაც ვესაუბრე და ავტომობილში არის მძღოლი დადასტურებით, თუმცა მძღოლის გარდა იყო თუ არა მსუბუქ ავტომობილში კიდევ ვინმე, ეს უკვე ჩემთვის არის უცნობი. აი ხალხი ხედავთ რომ შეკრებილი არის და ადევნებს თვალს სამაშველო ოპერაციას. გამოძიება არის დაწყებული, თუმცა მუხლი ზუსტდება. დაწესით მუხლი რო დაზუსტდება, ეს ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის, ასევე მომხდარზე, დიდი ალბათობით, თუ რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება. ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, მაგალითად ან მოძრაობის წესების დარღვევა თუ თვითკოლმამდე მიყვანა. ეს უნდა დააზუსტოს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ ვარკვევთ დეტალურად ამ ყველაფერს ვეკონტაქტებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და დაზუსტდება თუ არა გამოძიების მუხლი, ამას გეტყვით პირდაპირ ეთერში.
თუ გავითვალისწინებთ ახლა ამ წეს მოქმედებას, მდებარეობას და იმას თუ როგორ არის თოკი, აი ამ წეს თოკი დაჭიმული, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე შეძლეს, ასე ვთქვათ, ავტომობილზე მოდება კაუჭისა, რომელიც ამ ავტომობილზე მყინთავებმა დაამაგრეს მას შემდგომ, რაც იპოვეს ჩაძირული ავტომობილის ადგილმდებარეობა. და დავალდოთ ახლა სპეციალურ თოკებს აბამენ მაშველები, როგორც მე ვუყურებ და აგდებენ მტკვარში. ხალხსაც გაჩვენებთ. გორგასლის ქუჩისკენ შეფერხებული არის მოძრაობა ლოგიკურად, რადგან გადაკეტილი არის სანაპიროს ერთი ხაზი, ერთი სამოძრაო ზოლი, მეორე ზოლი არის გახსნილი და ხედავთ, რომ აი საცობია, ასევე გადაკეტილი არის ავტომობილებისთვის მეტეხის ხიდით, მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლიათ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ გადაადგილდნენ აი ამ ხიდზე. და აი აქ ხედავთ თქვენ თავად მეტეხის ტაძრის ეზოს, სადაც ასევე შეკრებილები არიან მოქალაქეები და თვალს ადევნებენ სამაშველო ოპერაციას. აქ ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა წერტილი მდინარე მტკვარზე, სადაც ავტომობილი არის ეხლა გადავარდნილი.